მე ვფიქრობ, რომ სპეცოპერაცია, რასაც არჩევნები ეგრეთ წოდებული ქვია, ეს უკვე ფაქტიურად ამოვარდნილი არის ყოველგვარი კონტექსტიდან და ამას არანაირი დემოკრატიული და არანაირი ხალხის ნების გამოხატულების კონსტიტუციური ძალა არ აქვს. ამიტომ ჩვენი ერთობა ცალსახად უნდა იყოს გამოხატული ერთი რამის გარშემო, რომ შეიცვალოს ხელისუფლება იმ გზით, რა გზითაც ვაიძულებთ მათ, რომ შეიქმნას თანასწორუფლებიანი, დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნები და არა ის, რომ დამკვირვებელს იმის უფლებას კი აღარ აქვს, რომ საარჩევნო მაგიდასთან ამომრჩევლის ქმედებას დაუკვირდეს ან საარჩევნო კომისიის წევრის რაიმე ქმედებას დაუკვირდეს. ამ მოცემულობის ნაშრომად გავართ, რომელ არჩევნებზე გვესაუბრებით, როდესაც ველი აბსოლუტურად მოსუფთავებულია ყველა საერთაშორისო დაჯერებულ დამკვირვებლებისგან, როდესაც ველი მოსუფთავებულია ყოველგვარი თავისუფალი ქმედებისგან, დამკვირვებლების, კოორდინატორების და სხვა ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლების მიერ, რომელ არჩევნებში შეიძლება მონაწილეობის მიღება. და მე მინდა მოვუწოდო ჩემ კოლეგებს ოპოზიციურ ძალებს. ნუ გაქვთ მეგობრებო, ერთი პრობლემა მთავარი, რომ თუ კი მე შენ აზრს ვიზიარებ, ამ შემთხვევაში მე თითქოს და ჩემს პოზიციებს ვთმობ და მე ქვექცნობიერი ფიქრი იმისი, რომ ვაი და ხელისუფლება შეიძლება მე რომ ჩემი პოზიცია დავთმე და მისი აზრი გავიზიარე, ვაი თუ თანამდებობრივი პოლიტიკური შემდეგ რაიმე თანამდებობა მექნეს დასათმობი. აი ეს ჭირიც მოვიშოროთ. სამშობლოს კარგავთ, ქვეყანას კარგავთ და ამ დროს ამბიცია იმისი, რომ ერთმანეთის აზრის გაზიარება თითქოს და საფრთხეს წარმოადგენს იმისათვის, რომ უპირატესი გამოჩნდება ის, ვისი აზრიც გავიზიარეთ, ეს უპირატესობა შემდეგ გადაიზარდოს იმის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თანამდებობას ვეღარ მივიღებ, აი ეს არის დღეს რაც ყუბავს. ამიტომ ჩვენი ლიდერის მიერ გამოგზავნილი ციხიდან ერთობის 8 პუნქტიანი გეგმა აბსოლუტურად მისაღები ემკუთხით, რომ ყველა პოლიტიკური ამბიცია, ყველა პირადი ამბიცია გვერდზე არის გასაწევი და თითოეულ მოხალხესთან, თითოეულ ადამიანთან არის სამუშაო იმის გარშემო, რომ ბრალ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მსხვერპლი არიან ისინი და გავერთიანდეთ იმ ძალების წინაშე, რასაც ჩვენი ქვეყნის პროგრესული მომავალი ქვია. მე ვფიქრობ, რომ გადავრჩებით. მე ვფიქრობ, რომ მაინც სიკეთე და პროგრესი გაიმარჯვებს ბნელზე და ბოროტებაზე.